თეოდორე სტუდიელი, პარასკევსა მეხუთესა შვიდეულისასა, ვითარმედ არაჯერ არს რათა განუღოთ კარი ეშმაკსა შეწყნარებითა ბოროტთა გული სიტყვათათა. გვაკურთხენ მამაო, ძმანო და მამანო, არა უშრომელად გეტყვით თქვენ მცირეთა ამათ და უნდოთა სიტყვათა, ვინაიდან საქმე წინამძღვრისა, სიტყვისაებრ მოციქულისა, არს შრომა სწავლისათვის მოძღვრებისა. ზოგადისა სწავლისათა სარგებელისათვის საჭიროდ თანამაც, რათა მცირედი შრომაი თავს ვიდვა და ესევ ყო სიხარულით. რამე თუ მწყემსიცა, რამ წყსიდეს სამწყსოსა, შვრების დაიჭირვის, არამედ სასოებისათვის სასყიდლისა უხარის. ანუ თუ დაჯერებისათვის სათნოებისა მწყემსთავრისა და სიტყვაცა არა ურგება არს, დაღაცა თუ ვიეთნიმე ჰგონებენ, თუ არარა არს სარგებელი სწავლისაგან. რამე თუ ვითარმცა არასარგებელ ეყო გულს მოდგინესა, ესმოდეს რა, ვითარმედ გვირგვინოსან იქმნას მის წილ, რომელ გულს მოდგინე არს სასოებისათვის, და უდებსა ესმოდეს რა, ვითარმედ სირცხვილეული იქმნას ამისთვის, რამე თუ უდებ არს კეთილისათვის. ამისთვისცა გევედრები, რათა გულს მოდგინენი უმეტეს გულს მოდგინე ვიქმნეთ და უდებთა განვიღვიძოთ და განვივრთხოთ, რამე თუ ჟამი არ შეწყნარებისა და ჟამი არ ცხოვრებისა, რომელი ესე უკეთუ წარსწყმიდოთ, არღარასა დავპოვოთ. ამიერიდან ნუმცა წარხდების ნუცაღა თუ ერთი დღე დახსნილებით და მცონარებით და უფროსღა აწინდელსა ამას ჟამსა მარხვისასა, რომელსა ფრიადი საკუთრება იაქუს სინანულისა მიმართ და სათნოებისა წარმართებისა. დავიუნჯოთ უკვე თავთათვისთათვის საუნჯეი საუკუნოი, რომელ არს ვედრებაი, ლოცვაი, სინანული, მადლობა, ცრემლნი, ლმობიერებაი, განათლებაი, ხედვაი კეთილი და გონებაი წმინდა. და ნუმცა ვგონებთ თითოეული თვისისა უდებებისა და დახსნილებისაგან, თუ ეგევითარივე არს მოყვასიცა, არამედ ვგონებდეთ ვითარმედ კაცად-კაცადი თვისა ცხოვრებასა დაფარულად შვრების, დაღაცა თუ სხვებრ გარეშე ჩნდეს. ანუ არა ვხედავთ არამე თუ მამათაცა ჩვენცე მრავალნი რომელნი გარეშისა უნდოებისათვის არაც საგონებელ იყვნეს, საგონებელთა უზესთა ეს გამბრწყინდეს და ჩვენისაცა ამის ნათესავისა ზე და ჩვენთა ამათ ძმათა შორის ესევე გამოჩნდა და მრავალნი გამობრწყინდეს უნდოთაგან და გლახაკთა და უფროსღა ჟამსა მას ქრისტეს ახსარებისასა. ვინა უკვე იქმნების ესე, ვითარმე ვგონებ არა გარეშესა წარჩინებასა და ხორციელსა მოღვაწებასა და მოსწრაფებასა, არამედ შინაგანსა სიმდაბლესა და დაწყნარებასა და მყუდროებასა მიხედავს და ჯერ იჩინებს ღმერთი, რამე თუ სადამშვიდობა და დაწყნარება და სიწმინდე გულისა და მყუდროება იყოს, მუნ არს საზღაურის სათნოებათა და მუნ მიხედავს უფალი, ვითარცა იტყვის ვითარმედ, ვის ზე მივხედო, არამედ მშვიდსა და მყუდროსა და რომელიც რწოდეს სიტყვათაგან ჩემთა. ამისთვისცა ისწრაფენ თითოეულმან, რათა წმინდითა გონებითა წარუდგინოს თავითვისი უფალსა ღმერთსა მხოლოსა, და ნუ განუღებს კარსა ეშმაკსა შეწყნარებითა ბოროტთა გულის სიტყვათათა, რამე თუ რა ჟამსიგი შევიწყნარნეთ, იცით განაღა თუ რაი შეგვემთხვევის და თუ ვითარ ველურ ვიქმნებით და ვითარ შევიცვალებით და ვითარ მოვისთულებით სიმწარესა და არასიტკბოებასა. ხოლო რაჟამს მოვიქცეთ თავად თვისად და მოვეგნეთ გონებათა ჩვენთა
თუ ვითა დავწყნარდებით და დავმშვიდდებით და ვითარ იგივ ნებათა განყინებითა თაფლისა უტკბილესი სიტკბოება დამოსწვეთინ სულთა ჩვენთა და ვითარცა და ნავცა ყუდელსა შინა ვიქცევით ვინაიცა განსაკვირვებელ არს თუ ვითარ სათნოება ტკბილ არს და საწადელ და სასურველ ხოლო სიბოროტემ წარელ და სალტოლელ და წარმწყმედელ და მის მიერვე წარმვიტყვენით და რამე თუ არა უმჯობესისა მიმართ შევიცვალებით არამედ იქმნების ესე მრავალთა მიზეზთა მიერ და უფროსღა რამე თუ მიდრეკილ არს გონება ჩვენი გულს მოდგინეთ ბოროტისა მიმართ სიყრმით ჩვენითგან გარნა ნუ მოვმედგრდებით ყვალადცა აღმოწოდებად თავთა თვისთა და განკურნებად წყულებათა ჩვენთა და იხილოს უფალმან ჭირი ჩვენი და ყოლ შურის გებაი ჩვენთვის და ღვაწლისა წილ ჩვენისა გვირგვინოს ამყვნეს ჩვენ სიმართლისა გვირგვინითა და წმიდათა თანა დაგვაწესნეს და ბრძოლისა წილ ჩვენისა მომაგნეს ჩვენ მოსაგებელნი საუკუნენი და მოთმინებისა წილ და თავსდებისა ჩვენისა სასუფეველსა თვისსა ღირს მყვნეს რამე თუ მისა შვენის ყოველი დიდება პატივი და თაყვანისცემა თანა დაუსაბამოთ მამით და ყოვლა წმიდით სახიერით და ცხოველს მყოფელით სულითურთ აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ